20 წელი. COVID ვირუსის გავრცელება, 10,000-ობით ინფიცირებული, ხალხში გაურკვევლობა და პანიკა, პირბადეები, დისტანცირება, ცარიელი ქუჩები. მაშინ ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად ხელისუფლებამ შემოიღო კომენდანტის საათი. აიკრძალა ღამის საათებში ქუჩაში გამოსვლა. ხალხი სახლებში იკეტება. ნომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ და ჩვენ ვაცხადეთ ფაქტობრივად ხაზგასმით აღნიშნავ საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. მოსახლეობა გადადის თვითიზოლაციაში და ელოდება პანდემიის დასასრულს. ხალხის ცხოვრებაში პირველად ხდება ასეთი რამ, როცა ვირუსი შიშით კვირეების განმავლობაში სახლს არ ტოვებს. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს არ იყო პირველი მასობრივი თვითიზოლაცია საქართველოს ისტორიაში. ეს არის 700 წლის წინანდელი ამბავი იმაზე, თუ როგორ დაიმარხა ხალხმა საკუთარი თავი და ნებაყოფლობით აირჩია სიკვდილი. 1300-იანი წლები. 1347 წლის ოქტომბერში სიცილიის პორტში 12 სიკვდილის გემი შევიდა. პორტში შესვლისას მეზღვაურთა უმეტესობა უკვე მკვდარი იყო, ხოლო ცოცხლად დარჩენილები შავი, ჩირქოვანი წყულებით იყვნენ დაფარულნი. ამ მომენტიდან შავი ჭირი სწრაფად გავრცელდა. დაავადება დღეში საშუალოდ 3 კილომეტრს ფარავდა. სულ რაღაც 5 წელიწადში დაავადებამ ევროპის მოსახლეობის თითქმის ნახევარი გაანადგურა. საქართველოში კი შავი სიკვდილი 1348 წელს შემოვიდა. ერთის მხრივ ჩრდილოეთიდან, ხოლო მეორის მხრივ ფოთის პორტიდან. ვირუსი სწრაფადვე მოედო მთელ საქართველოს და მიაღწია მხევსურეთის მაღალ მთებს. მთიელი ხალხი ხვდებოდა, რომ ერთი დაინფიცირებული მთელ საგვარეულოს უქმნიდა საფრთხეს. აქედან გამომდინარე დაინფიცირებულებმა აირჩიეს არა გადარჩენისთვის ბრძოლა, არამედ თავგანწირვა. უჩრდილო კალატოზი. ხევსურული ლეგენდის თანახმად ამ რეგიონის ყველაზე რთული თავდაცვითი ნაგებობების, ანატორის აკლდამების ავტორი იყო კალატოზი, რომელმაც საკუთარი ჩრდილი მთის სულებს, ხატებს მიჰყიდა. ისაგებდა კედლებს, რომლებსაც მონღოლთა ვერანაირი ლოცვა-ყორცნი ვერ აქლებდა რამეს, თუმცა მას ჰქონდა ერთი თავზარდამცემი რიტუალი. არასოდეს გამოიყენებდა ხელსაწყოს, რომელიც ბრძოლაში დაცემული მტრის სისხლით არ იყო განბანილი. შავი ჭირის გავრცელების შემდგომ სწორედ ეს აკლდამები გახდა კარანტინის ადგილად. როდესაც 1340-იან წლებში შავმა ჭირმა მოაღწია, სოფლის მცხოვრებლებში გავრცელდა აზრი, რომ ეს უჩრდილო კალატოზის წყევლა იყო. იმის ნაცვლად, რომ დაავადება მთელ სოფელში გავრცელებულიყო, დაინფიცირებული მცხოვრებლები, ხშირად მთელი ოჯახები, იღებდნენ თავიანთ ნივთებს და ნებაყოფლობით შედიოდნენ ქვის აკლდამებში. თვით იზოლაცია. წესი ასეთი იყო: ვინ საკუთარ თავზე შავ ლაქას, ჭირის ნიშანს დაინახავდა, ის ოჯახს ემშვიდობებოდა. ის არავის გაუყვანია ძალით. დაინფიცირებული საკუთარი ფეხით მიდიოდა მდინარის პირას აშენებულ ქვის აკლდამებში. მათთან მიჰყონდათ მხოლოდ წყალი და ცოტაოდენი საგზალი. შედიოდნენ შიგნით, ჯდებოდნენ ქვის სკამებსა და ელოდნენ სიკვდილს. წარმოიდგინეთ ეს სიჩუმე, როცა ხედავ როგორ შემოდის შენ გვერდით შენი მეზობელი, ძმა ან შვილი და იცი რომ აქედან ვერც ერთი ვერ გახვალთ. ადგილობრივებში დღემდე ცოცხლობს ლეგენდა ანატორულ სიმღერაზე. ამბობენ, რომ აკლდამებში მსხდომნი უჩრდილო კალატოს უმღეროდნენ, რათა მას მათი სულები შეეწყალებინა. სიმღერა მანამ გრძელდებოდა, სანამ ბოლო ადამიანი არ დალევდა სულს. როცა სოფლიდან ხალხი ჩამოდიოდა და აკლდამიდან ხმა აღარ ისმოდა, ეს ნიშნავდა, რომ შიგნით ყველა მკვდარი იყო. დღესაც ბევრი მოგზაური ამბობს, რომ აქ სიმშვიდი არ არის. ჰაერში მუდმივი დაძაბულობა იგრძნობა. თითქოს 1000-ობით თვალი გითვალთვალებს ქვის ნაპრალებიდან. ხშირად კითხულობენ, თუ რატომ არ ასაფლავებენ ამ ძვლებს. ხევსურებში დღესაც შემორჩენილია წარმართული შეხედულებები. ძვლებთან დაკავშირებით ხევსურებს ჯერათ, რომ ამ ადამიანებმა თავი შესწირეს სოფლის გადარჩენას და მათი სულების შეწუხება დიდ უბედურებას მოიტანს.